შუა დღემშვიდობის მეგობრებო, დაგიბრუნდით მე და მარიკო ენერგიულად. მე აქ ყავა მიდგას, ესე იგი, უყავთ ჩემი სიცოცხლე არის 0. ჩათვალეთ 0. როგორ ხართ ხალხო? აი ხო უნდა გაჩვენოთ, წეღა ვიცი უნდა გაჩვენოთ ხო და კვერცხი რა განსხვავებაა სოფლის კვერცხს და რა შვები. და აქ ვითომ სოფლის კვერცხი რო იყიდება ვითომ აი მაგას შორის ამას უყურეთ უბრალოდ რა ყვითელია ამას შეხედეთ და აქ რო ვყიდულობ ხოლმე ნუ აი რა გითხრა თეთრი მიტკალი ხო და რამხელა განსხვავებაა ხალხო ისეთ კვერცხს შორის რომელიც სუფთა და ისეთია ხო ხვდებით რა და გაზრდილი ქათამი და სადაი ეს ალპენგოლდი ჩემი უსაყვარლესი რომელზეც გიშდები ხილის ანუ ეს არის შენთვის არის და ნუ ნერვიულობ შენთვის დავტოვე ხო და ის არის რა ქვია მარიკო შენ პირდა რომ მეტი ახლა ეს კოვზია ეს ხა კოვზია დედა ჩანგალი ეს ჩანგალის და გეყოფა კარგი ორი შეუწვი ერთი მირთვა მივხვდი რა აი ტყუილა ვაფჭებ ხოლმე რა ხადედი მოკლედ მარიამის ეს სახით ჭამს ჯუბი არ უყუპოთ ჩვეულებრივი ის აქვს რა ქვია ვაიმე ხალხო ვერ გავიგე აღარ აპირებს გამოდარებას თუ სარეცხი ხო დამილპა იცით როგორ დალპა თავიდან დასარეცხია სარეცხს ვინ დაეძებს მეც დავლპი ანუ უკვე ნერვი აღარ მყოფნის ამ წვიმაში ქოლგით სიარული მე ხა ეს ქოლგაცი სიარო რა სამბობ ყველას ეჯახები და რაღაცნაირად დისკომფორტია და ვერ მოძრაობ ქუჩაში კარგად ხო დღეს შევხვდი ლიოილის პირველ გამარჯვებულის ახლობას ვინც წაიღო მისი საჩუქარი ხო და სხვა დღეებში ალბათ მეორე გამარჯვებულის მოვა თავისი საჩუქრის წასაღებად ან ახლობას გამოგზავნის როგორც ვიცი ორივე რეგიონიდან ბრძანდებიან და მისი ახლობელი მოვა და წაიღებს დამხვდებიან მეტროსთან სადმე ეს რო კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს ძალიან ხშირად გელოდებათ სიურპრიზები ამიტომ მოგმართავთ ჩემი YouTube-ის მაყურებელს ადევნეთ დოდონას პოსტვა და რაც თორე იაქტიურეთ ანუ გათამაშებო დაიბადე რაც ღვთისამარეთ ნუ იქნებით პირობებია და მარტო ის არ არის რომ აი ეს ვქენი და გამოვიწერე თუ რაღაც არის ხოლმე პირობები ლაიქზე არის ხოლმე რაღაცაზე ამიტომ ხო ის არის კარტოფილი დავდგა ხარშავ ჩემს ხორს გუში თევზი მოვატანინე რა გავაკეთო ხა გიშდები ამ თევზს და მომკალი თუ კიდათ პური მოვიტანე აგერ თევზი მაქვს კარტოფილს ვიხარშავ ტარხუნა ვიყიდი და დღეს უნდა ვიქეიფო ეს არის ჩემი სიყვარულის დღე ანუ დღევანდელ დღეს ხა თევზზე მეტად მართლა არ გამიხარდებოდა მარიკო ერთი წუთი და მითხარი და მოგაწვდი არა დაგესწრება ესე ხელები გამოიწედედიკო თევზზე მეტად არაფერი გამიხარდებოდა დღეს კახალდი მომიტანი დედიკო მიირთვი და მე მოგიტარა არაფერი გამიხარდებოდა გაის ყვავი რაც მე ყვავი თევზი მიტა თუნდაც ამბობს მაგას ვიდეოში და ხუმრობა იქით იყო და მართლა თევზი მირჩიონი ყვავილს ნუ მაშინ როცა ეხა კალორიუდები წიწევა ყვავილს ვერ შევჭამდა თევზი ალდგომებზე ისედაც უნდა დავარღვიო ამიტომ ეს დღეები ისე ვარ ხოპსტურზე ყველაფერში ვწონი დღეს დილს ყავა დამილევია კი ბატონო წადიდელიკო წამოგორდი და ჩავთოთ ხო და ჩემო თანამშრომლებმა ყავა დალი ჯაკობსის როა გამიკეთა ორი ერთში ვარ ზიანი ვამ ისე მომეწონა ხალხო ჯაკობსი არ მიყვარს
და ზოგადად უნალექ ვიყავის მოყვარული არა ვარ. ეს რძიან ისე მომეწონა. რომ აი რა გითხრათ. თო ძალიან მძაფრი იმის გემო არ ქონდა უნალექოზე. აი ამ პეპამ გადამიყოლა ხალხო. მოიცა ქართული ვერსია ჩავთოთ და ნამდვილი ანუ ქართული. ხო და ესეთი ამბები გოგოებო. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. დარწმუნებული ვარ დღევანდელ დღეს გადაიჭედება რესტორნები. როგორც ყოველთვის. არც ახლა იქნება გამონაკლისი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ყვავილი გაიყიდება დღეს. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ამინდია და გარეთ ასე ვეღარ დგანან ყვავილების გასაყიდა და მარიკო დაიმტრევა ისინი ფეხები გამოწედები კომანდედან გადაიყრებადე. და ძალიან მეცოდებიან, იმიტომ რომ ესე დღესასწაულებზე შოულობენ ხოლმე რაღაცა 2-3 კაპიკს, რომ ოჯახები არჩინო და ვერ დადგნენ წვიმაში გარეთ ხარ როგორ გია თავს ხმა წვიმა თბილისში და სხვაგან არ ვიცი ვერ გეტყვით. და ისე რომ შეუკვეთო ყვავილი ხალხო. მე მინდოდა გაგზავნა ახლობეთა ყვავილის. მეთქი მოდი ბარე ვერცხლის რამე სამკაულს ვუყიდი. ანუ იმდენად ზვირი იყო რომ მართლა ვიფიქრო მეთქი წავა რაღაცას ისეც მეც ვუყიდი ღირებულს. ეხა ყვავილები მე ძალიან მიყვარს, მაგრამ რაფასებიც მითხრეს მაგალითად ცოტა არ იყოს მართლა ვიფიქრე რომ ჯობია სამკაული მეყიდა ვერცხლი მაგალითად. ეხა იმდენად მიყვარს ვერცხლი რომ თუ გავიგებ ვინმეს ვერცხლი უყვარს იმდენად ზვირი მიჯდებოდა ეგ ყვავილების გაგზავნა თავის კურიერიანად რომ მეთქი მოდი ხო არ ჯობია რომ რაღაც სხვა რამეც სადო. მაგრამ ეხა შეყვარებულმა უნდა შეიწუხო თავი ეხა ბოდიში. რას ქვია ვერ გავიგე. ძალიანაც კარგი უნდა იყიდო და გაუგზავნო შეყვარებულს. აი შეხვდე, მაგრამ ამ წვიმაში მოდი გაუგზავნე და ხო არ შეხვდე იქნება ამინდი გამოვიდეს. ხო და ავიც. ეხა რამდენი ხართ ისეთი ვისაც შეყვარებული ყავთ. ცოლქორბაში მიყვარს მაგას გასაგებია. აი ეს შეყვარებული რო ყავთ და არ არის მეუღლე. ეგეც რამდენი ყავთ, რამდენი მიყურებთ. გუშინ კობას ხო იცით წუწუნებოდი. ჯარი მეთქი კობა. რა ხდებაო? დინდა ორა. მინდა მეუთხარი. მინდა ცოტა გავიდეთ სადმე. ანუ რეალურად მარიამს ვერ ვტყოვებთ. სადაც ჩვენი ახლა აი ახლანდელი ის რატო ვერ გავდივართ ოღონდ ისი არ მინდა 1 საათით გავედი კი არ მინდა კაცო. სადმე მინდა რომ მე და ჩემი მეუღლე წავიდეთ 1 დღით. არ აქვს მნიშვნელობა ბატონო, აქვე იქნება თუ ფონიჭალა იქნება თუ ცხეთა იქნება აქვე. სადმე მინდა რომ გავიდეთ რა რაღაცნაირად აი ეს დანაკლისი მაქვს ამ ბოლო პერიოდში რა გავაცნობი რომ ეს თხოვს, ტანი თხოვს, ორგანიზმი თხოვს და გონება თხოვს და უჯრედი თხოვს იმას რომ ადამიანებს ჭირდებათ განმარტოვება. გასაგებია რომ გიყვარს შვილი და გიშდები, მაგრამ ამ ურთიერთობასაც კიდე ჭირდება სხვა რაღაცეები, ხო? ვერ ვტოვებთ. ვინ ჩემს დღეში ხართ? მოდი დავიტოვებ. მაქვს არ არის პრობლემა. თითქოს ახლა ყველაფერი გაქვს, ხვდებით? ანუ მაგრამ რაღაცა მარტო ყოფნა არ გვაქვს რა, ესე რომ თქვა და აი ეს რაღაცა სეირნობა, ის რაღაცა ისე რომ შვიდად ხარ, ბავშვი ჩაბარებული ყავს, ადამიანთან ზუსტად იცი შეშულს მიხედავს და აი ანუ ეგრე შვიდად გვინდა მოკლედ რა, სადმე წასვლა და ვერ მოგვიხერხდა რა უყოდ ამ ბავშვს კაცს. არ ვიცი. ვერ გეტყვი. ვისა დავტოვო არ ვიცი. ეხლა ვფიქრობდი რომ ბაღში რო ყოფილიყო მარიამს საოცარი ყავდა, აი არაჩვეულებრივი გიჟდები ისე მიყვარს და მარიამი აფრენ და ისე უყვარდა და მასთან დავტოვებდი სიხარულით, სიამოვნებით, დარჩევდი ზუსტად ვიცი, მაგრამ ეხა მე
ახლაც რომ მივყვანო უპრობლემოდ დაიტოვებს სიხარულით, მაგრამ ღამე რა ვუყო. ანუ იქ აღარ მუშაობს, მაგრამ ციმბახში აღარ არის და ეს ის ექნება, ანუ ღამე არ დარჩება რა. აი ეგ არის შენ 15 აპრილი. რომ ეს არ გავედი. აი ეს არის 15 აპრილი. ეხა მითხარით რა ქვია ამ დღეს. მე ანუ ისეთ ადამიანთან რო არ ყავს დატოვებული, არ ხარ მშვიდად ხვდები, ანუ აი ისეთთან თუ ვერ დავტოვებ, ისთან ძალიან მიჯეჭულია მარიამი რა. მე უნდა მქონდეს დარდი და მთელი ღამე მე და ჩემი უხლი ვიჯდეთ და ერთმანეთს უყუროთ, რომ ნეტა რა შვება, ნეტა ხო არ ტირის და მოვიკროთ ნერვიულობით თავები და ამიტომ არ მივდივართ, რომ დავიხოცოთ თავები. ჯერი დამტოვებელი არ ყოს აქედან დავიწყოთ. ხო და როგორ არის იცი? აი უფრო სახლში რო დარჩეს ვინმე ეგრე გვინდა, იმიტომ რომ თავის სივრცეს მიჩვეული ბავშვი არა. ხო და ხა ჩემი მული ფსიქოლოგი წაიყვანდა და დაიტოვებდა, მაგრამ იქ რო ღამე ატყდება. აი ეს არასვიდები ჩამოგვაკითხავე ბავშვიანად. ხო და ვისაც გაქვთ იმის რაღაცნაირი საშუალება რომ დატოვოთ, ხო აუცილებლად გამოიყენეთ ნებისმიერი დღე არ იქნება ხა დიდი განსაკუთრებული 15 აპრილი თუ 14 თებერვალი არაფერს არ ნიშნავს. ნებისმიერი დრო იმისათვის უნდა გამოყოთ. თუ ყავთ ხალხო დამტოვებელი, ხა მე ხო ხედავთ რა დღეში ვერ დამტოვებელი არ ამყავს. რომ რაღაცნაირად ორ ადამიანმა საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ, მეტად განსხვავებულად დაუთმოთ, ვიდრე ახლა უთმოთ მაგათად ყოველდღიურად, ხო? ხო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვთან ერთად ვერ დაისვენებ თუ რაღაცა. ბავშვთან ერთად სხვა რამეა, მეუღლესთან ერთად სხვა რამეა. აი ის ხელ-ხელ ჩაკიდებული რო სეინოფ მშვიდად ხარ და მიეყრდნობი, ეგ სხვა არის და ბავშვს რომ მიაკონციალებ. რომ ბავშვის ჭკუაზე რო უნდა ირბინო, ეგ აღარ არის განმარტოება, ხო? თორე ახლა ჩვენ შულთან ერთად წასვლაზე რომ მაგარი რამე არ არსებობს, გასაგებია, მაგრამ აი ის რაღაცა საჭიროა რა, აუცილებელი, ასე რომ გამოიყენეთ ადამიანები თუ ყავთ ირგვლივ ის დაიტოვებთ თქვენ შვილს. აი რო ამბობენ ხოლმე რომ მე რაც მილოცავ და მე რა მიყოს, აი ესე ვინც ამბობთ ხოლმე, რომ საჩუქრებს იხებთ. და მაგრამ რაღაცა გიტყდებათ რომ მოგილოცავე და რატო ვერ ვხვდებით, რომ საჩუქრებს იღებთ ხოლმე რა ადამიანები და მე თან ისე ხართ, რომ ყოველი დღე ჩემი არ არის, რას მილოცავთ თუ რაღაც. ყოველი დღე ჩვენია, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, აბა ვისი დროა, კაცო, ჩვენია, აბა ვისია. მაგრამ თუ კი არის იმის შანსი, რომ გამოყოფილად აღნიშნოთ ეს დღე გამოკვეთილ ჭრილში განსაკუთრებულ დღედ ვაქციოთ. არ აქვს მნიშვნელობა 15 აპრილი იქნება თუ ქალთა დღე იქნება, ყველა დღე ჩვენია, ყველა. წუთი, საათი, წამი, ყველაფერი ჩვენია. მაგრამ თუ გვაქვს იმის რაღაცა მომენტი, რომ გამოვიყი, რატო არა, კაცო? თუ შეგიძლია განსაკუთრებულად იმ დღეს ადამიანისათვის რაღაცა განსაკუთრებული იყო და შენთვისაც ასე იყოს, რატო არა? თორე ყველა დღე რო ჩვენია, განა მაგაზე ვინმე დაობს, რომ არა, ჩვენია, მაგრამ რატო რა, ისიც კარგია, რომ რაღაცნაირად ადამიანებს განსაკუთრებულად შეუძლიათ რაღაცა დღეს მოწყობა. რა ვიცი, ჩემთვის ძალიან ისეთი ამბავია რა. თორე მე კი ვხუმრობ ხა დოდანას ხა დაიწყება ამან ეს მაჯუკა, იმან ის მაჯუკა, რატო არა? რატო არ უნდა დადო თუ აი თუნდაც დადე რა მერე, ანუ ეს რაღაცა შენი მადლიერების და სიყვარულის გამოხატულება მგონია მე და არა ის რომ ნახეთ ეხა მიამან რა მაჯუკა. ეხა ეგეთებიც იქნებიან ალბათ. რა ვიცი, ქვაზე დახატული გოიმები, მაგრამ გულწრფელი რაღაც ემოცია რომ მოგდის ეს სხვა რამეა რა. და აი მე რა მაჩუქეს უმედე დაიდო რაზე, ეგეც ხალხის სხვა რამეა, ჯანმრთელობაზე. თორე სიყვარულის დღეა ყოველი დღე ჩვენი და ბედნიერების დღე უნდა იყოს წესი მთელი ცხოვრება და ყოველი დღე და წამი ჩვენი, ასე რომ ამაზე შევთანხმდეთ. მაგრამ კიდევ გეუბნებით, რომ დანაკლისი გვაქვს მე და ჩემს მეუღლესაც აი ეს სიმარტოვის და მე მგონია რომ ყველა წყვილს აქვს ეს დანაკლისი, ვინც ესე ბავშვებით და რაღაცა ვერ გადიან მარტო და რაღაცა ეს მომენტი აქვს, რომ
რაღაცნაირად ერთმანეთი უკვე შუაში რაღაცა ვეღარ ხდება რა. უკვე ბავშვები და რაღაცნაირად ვეღარ უთმობ იმდენ დროს ადამიანს, ვინც ძალიან გიყვარს და ვისაც უყვარხარ რა, ეგ არის მეტი არაფერი, თორე და თან რა არის, აუცილებელია რომ განმარტოების საშუალება გქონდეს ადამიანს რა. ეგონება დაასვენო, არა მარტო ქმართან ან შეყვარულთან, არა, აი მარტო სიამონებით სადღაც წავიდოდი, თუნდაც აქვე არ აქვს მნიშვნელობა მარტო. ყავით ხელში დავჯდებოდი და აი დავისვენებდი, ვიფიქრებდი ჩემს რაღაცა საომავლო გეგმებზე, ვიფიქრებდი აწმყოში რა ხდება წარსული უკვე ჩემთვის ძალიან ადრე უფრო ძალიან რაღაცებს წარსულზე ვიყავი, რაღაცების მიჯაჭული, რაღაცებზე ნერვიულობდი, რაღაცები მაწუხებდა. ეგ ეტაპი გავიარე, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. ახლა რა ხდება შენ ცხოვრებაში, მერე რა გინდა მოხდეს, ამ ყველაფერზე ძალიან კარგად ვიფიქრებდი. ყავით ხელში, აივანზე, აი რაღაცა სხვა გარემოში ხვდებით რას ვიძახი? არ არის ცუდი, არც საკუთარ თავს რომ მისცე იმის უფლება, რომ მარტო შენ თავს რაღაც დასვენების არ არის ცუდი. ჩვეულებრივი ამბავია და აი რო ამბობენ ხოლმე რომ მარტო რამ უნდა წაგიყვანოს ქვაშვილის გარეშე, ძალიან ჩვეულებრივად წავალ და დავისვენებ. ანუ რატო ვერ წავალ, ვერ ვხვდება, რომ ფეხები მეტკინება გზაში თუ რა ხდება. ანუ წავალ, მე თუ მეყოლება 7-10 ხალხი და რაღაცნაირად მოგვარებული ბავშვი ვისარჩევად აი ეს ძალიან კარგად წავალ. ის ერთი დღე საკუთარი თავისათვის. აი სადმე სადაც ბასეინია, ჩავხტებოდი, ვიცურავებდი და ის დღე იქნებოდა აბსოლუტურად საკუთარი თავისათვის. საერთოდ არ ვთვლი, რომ ამაში რამე ის არის რაღაცა ტრაგიკული ან რაღაცა და ის როგორ უნდა ქნა. რა ვიცი, არა, რატო არა, რომ ვერ გავიგე, აი არ ვიცი. სხვათაშორის ადრე დამიკავშირდა ერთი გოგონა, რომელსაც უნდოდა ჩვენი დაპატიჟება ქობულეთში. 2 დღით ჩემი და ჩემი მეუღლის იმ წელს ვერ მოგვიხერხდა ვერანაირად წასვლა, ძაგული დამწყდა, მაგრამ შორია ხალხო ქობულეთი, ბათუმი შორია და იმ დღეებში რა დღეებშიც მათ სურდათ ჩვენი მიგსტუმრობა, ჩვენი პერიოდში ვერ ვახერხებდით. და თან 2 დღე სად უნდა დაგვეტოვებინა ახლა ბავშვია. შანსი არ იყო. ხო და გარიყო მითითებული ხარ ბავშვი დგინდა თუ ბავშვი თუ არა, გვეპატიჟებოდნენ. და წავიყვანდით, არ იყო პრობლემა მარიამის წაყვანის, მაგრამ აი 2 დღისთვის ცოტა ისეთი აი ამ ხელა გზაზე ცოტა მის არის რა. მე ვიფიქრეთ რომ მოდი ცოტა დიდხანს დავრჩეთ, ნუ ხა მე უკვე გადავიხდით და დავრჩებოდით იმ 2 დღეზე მეთხას უბრალოდ მე უკვე დროებში ვიჭედებოდით, მე არ მეცალა, მე ჩემ გვარს არ ეცალა და აი ვერ წავედი და ისე დავწყდაგული და კიდე რამდენიმე სასტუმრო იყო, ვისაც უნდოდა, მაგრამ დროებში ვერ დავემთხუიეთ და აი ძალიან ისე ვიყავი რაღაცნაირად სამინდოდა. სხვათა შორის სანამ ჩემს მეუღლეს გავყვებოდი, რო გავყები ანუ ის რო გვინდოდა, სანამ გავყვებო დედა ამერია ყველაფერი. ცოლობა რომ თხოვა, ანუ სულ იყო 2ჯერ მსგავსი რამ. ცოლობა კი ამთხოვა, როგორ მითხრა, იცი, რომ აი შენს დაბადების დღეზეო, რაღაცნაირად მინდაო, რომ ჩემი ცოლი იყო, თუ რაღაცა ესე რა. სანამ ნუ მე უკვე გავყვებოდი მანამდე ხო და მე რო ფიქრობდი, რომ ჩემი გოფისაც ვეუბნებოდი, რომ აი რამე რო იყოს, სად წავიდოდით, ან რაღაც აქვე რა და მეთქი სიხნახში არ ვარ ნამყოფი თქო, ხო და სიხნახში ხო არ მოგვეწერა ხელი ან რაღაც ეგრე თქო რა, რომ საუბრობდით რაღაცებს. რატომ მინდოდა ადრე სიხნახი, მაინც ვერ გავიგე. ახლა რო ვფიქრობ, ძალიან მომწონს ის კადრები, რასაც ვუყურებ სიხნახზე და აი ის ქუჩა, ის რაღაცა აღმართი, აი ძალიან მომწონს რაღაცა თონე და ანუ გაგიჟებული ვარ. მაგრამ მე მითხეს რომ გეხვეწებიო რა, ეგ ერთი ქუჩა აქვს თავი ბოლოო და რო გაიხედო ისეთიაო, არ მოგეწონებაო და ჩამიკლეს, აი ყველანაირი ჩამიკლეს რაც მინდოდა რა. ხო და მოკლედ ძალიან ახლაც სიამოვნებით ვნახავდი, ესე სიხნახი არ ვიცი. აი როგორ ვარ იცი, ადრე ვარ, ადრე გავლით და რო გითხრათ რომ ხა რამე გავიგე და დავინახე ვერაფერი. იმიტომ რომ გავლით და მაშინ არც იყო გაკეთებული, აი ბევრი წლის წინ ვიყავი რა.
ხო და ნუ ეხა მე რო გავყევი და რაღაცა რა ის სიღნაღი უღასახსოვდა შენი სიღნაღი მე საერთოდ სხვა რამები გადალაგდა გადმოლაგდა გავწერებული ზეიმის რეპეტიციები მქონდა ვიზეცა და შენი სიღნაღისთვის კი საერთოდ დაოჯახებისთვის რატომ მოვიცალეთ ხო და არ ვიცი როგორია სიღნაღი ახლა არ ვიცი მართლა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ როგორც მითხეს ის ერთი ქუჩაო გული დამწყებ თუ რაღაცა უფრო სხვა შთაბეჭდილება მქონდა და ვინც ხართ ნამყოფი ან ვინც იქ ცხოვრობთ მითხარით როგორია და რამდენად ჩემს წარმოსახვას შეესაბამება ის კადრები რაც ნახი მაქვს არ ამგონი ხა მთად ერთი ქუჩის ყოფილიყო ის იმდენი კადრი რაც ვნახე და რა ვიცი ხო და ამიტომ მიდოდა მოკლედ რომ რაღაცა მეთქი იქ ხო და მე ვიფიქრეთ რომ ხო წავსულიყავით რამდენიმე დღით აი სიღნაღისკენ სადმე რაღაცა ხედები ვნახეთ, რაღაცა სასტუმრო ვნახეთ და ანუ ვერ ვქენით მოკლედ რა, არ გამოვიდა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ვფიქრობდით ხოლმე რა. რაღაცნაირად რო დავგეგმავ, ან გავიფიქრებ, ან რაღაცნაირად იდეების დონეზე, აი რაღაცა მე უნდა მოხდეს ისეთი რომ ვერ და ვეღარაფერს ვამბობ. ხო და სიმართლე გითხრათ ცხეთაში აი არ ვიცი რა აჰა ვიწყვილა დაინახა რომ ცეცხლაყროდა და სკოლაში მიდიოდა და იკითხა დედამ ჩესლი ჩავარდაოდა და ვუტიროდა ვაიმე და შენ ხო არ ინერვიულე მერე არ ინერვიულოდე ეს ხო ზღაპარია დე გამოგონილი ისტორიაა დე მოიგონეს ნამდვილად არ ხდებოდა ეგ არ ინერვიულო კარგი და ეგ ზღაპარი მომიყვა არ ინერვიულო და მე როგორ ისე მიყვება არ ინერვიულო ჩემოსაყვარელი ხო და მე რეკობა მოვიდა ისად გავიდეთ ამას რა უხსაცავდე ეგ ერთი დღე და ორი დღეზე არც გადიხილება კაცო ხო საცალია მაგისთვის ზეიმის რეპეტიციები მაქვს მაგრამ ის ერთი დღეა შაბათი აი ვერ ხო და ეგრე ხდება რა რაღაცები ვერ ლაგდება ხოლმე ხანდახან როგორც ჩვენ გვინდა რა თუმცა აი როგორ შეიძლება რომ სიღნაღში ნაყოფი არ იყო ხო აქვია და აი როგორ არ უნდა იყო ადამიანი აქვე ახლა ძალიან ახლოს არ არის მაგრამ არ უნდა იყოს შენს ქვეყანაში ნამყოფი ბევრი რამე არ ქვა ხა თუშეთში არ ვარ ნამყოფი სვანეთში ესე არ ვარ ნამყოფი არ ვარ სიმართლე გითხრათ მე რა გზების ნანახი მაქვს არც სურვილი არა მაქვს იმიტომ რომ მე ძალიან მეშინია ცოტა სახიფათო გზების არ ვარ იმ დონის ექსტრემალი რომ ეხა აი ეგ მაგალითად გავრისკო და ბილიკებზე ვიარო ავტობუსით და მარშრუტკით ანუ შეიძლება გული შემიყვონდეს არ ვარ თლად ეხა ეგეთი აზარტულიც პირში რა მე გადაგეყლაპება მარიამ რასაკეთებ არა დედა გული არ გამიხეთქო შვილო ხო და მაგალითად ვთქვით რომ ამ ზაფხულს ხო არ წავიდეთ სადმე რამდენიმე დღით ჩვენ სამივე რა თქმა უნდა ხო და არ ვიცი რა რამდენჯერაც რაღაცა ვთქვით ხალხო აი რაღაცა არ გამოდის რა გვინდა დავაწყობთ გეკობს ვერ რაღაცები მოხდება იქის აქ ეს იქის აქ ეს აქ და всё არ გამოდის რაღაცა ვეღარ გამოდის ხო და რა მასე ვსაუბრობ მე ხო შენ საუბრობ თუ გია არა დედა მასე როგორ ვსაუბრობ დე დედიკო წვენი დაგეღვარა შენ აიღე საყვარელო ხო და მოკლედ ესე კარგი და ნაგავში გადააგდე ჩემო სიხარულო მიდი ჩემო პატარა ხო და ესე მოკლედ აი არ ვიცი მაგრამ ანუ მომწონს ის რომ მზაობა აქვს ადამიანს ამის გესმის ზოგი არა აი ზარა და რა მაგდროში გავაფრიდო ანუ ამისი მზაობა აქვს რომ ხო რატო არა უნდა გესმით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთი რაღაცეები რა მიუხედავად იმისა რომ მე და კობა ვართ როგორც რა ვიცი პური და ყველი მიუხედავად ამისა
ყური და ყველი ხო ერთად ძალიან გებრიელია და ერთად კარგად ვართ რა, ანუ ხო ხდებით. მე ადრე ხო ვთქვი რომ ცოტა ხასიათების კუთხით დალაგება გჭირდებოდა, იმიტომ რომ ორი მთიული ერთად არ არის მარტივი ამბავი და მე ვიღაცა გველგესლამ რომ წერა კომენტარები და პირადშიდან რომ გაიგიჟა თავი რომ ქმარს ვერ ეწყობი თუ რაღაცა მოკლედ არ ვიცი დღემდე მიყოს რატო გაწვე ხელი შვილო ჩემი ქვისა რა განერვიულებს უნდა დათმო შენი ხასიათები და თუ რაღაცა რა ვიცი რა ხო და მივხვდით ამისა მოკლედ ძალიან ისეთი ის გვაქვს მაინც ვიკავია ორივეს ხო და შესაძლოა ჩემნაირი ვერც ამეტან და ხმოთ სიმართლე ვთქვათ და არც ძალიან ბუნჩულა კაცები არ მიყვარს აი ძალიან ბუნჩულები რო არიან აი ხო არიან აი გადადი გადმოდი აბატაში დაუყარი ზე რომ ვერ მიხვდება დაუკრავს ამ თვად ბუნჩულები არ მიყვარს არც თვად გაბწერებული მთიულები არ მიყვართ მაგრამ ორივე გაბწერებული მთიული ვარ რა დედა შაფი ფარესოში წაცავა ძალიან მინდა გაჩვენოთ ორი ფოტო რომელსაც გადავირიე მარიამი რომ ყავდა ცენტრში წაყვანილი მადლობა ფოტოგრაფს რომელსაც ისეთი კადრი აქვს დაჭერილი და იმ დონემდე მომწონს აი აბსოლუტურად გამოხატავს მარიამის ხასიათს იმ წამს როგორი ბედნიერი იყო და ჩემთვის ესეთი ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრში გადაღებული ფოტოები ორი ფოტო მინდა განსაკუთრებით გაჩვენოთ სადაც აი უბედნიერესია აი უბრალოდ ნახეთ როგორი სახი აქვს როგორი გაბრწყინებულია აი არ ვიცი გიჟდები და მაგას მე ძალიან ლამაზი ვიყავი ხო და იმდენად უხარდა ისეთი გაბრწყინებული და გადაბადრული იყო რომ აი არ ვიცი და მეორე ფოტოზე რომელიც მინდა რომ გაჩვენოთ მათ მითხრეს რომ შენ გგავსო და აბა დამაკვირდით და დამაცქერდით ორივე თვალით როგორ მკავს ხო და ჩემი შვილი აბა ვიცნო გავდეს გემშვიდობებით დიდი მადლობა რომ მივხვდით ყველას ჩემი კარტოფილის მოხარშვა უკვე ბოლო ეტაპზეა ახლა უნდა დავჭრა თევზი გავაბზადო და გავრეცხო ტარხუნა ყველაფერი და ვისადილო რაღაც რო სადილი პრინციპი სანამ მიმორჩევი ვახშაბიც კი მოვა აი სადილიშვილი ასე რომ გემშვიდობებით მადლობა ყველას თქვენი დუდუ ჩემო მომავალო რძალო აქედავე გაფრთხილებ მე ნერვებს ვერ დაგაგლეჭინებ ისედაც დაგლეჭილი მაქვს და ალბათ მეტყობა ძალიან უყარხარ შენს დედას გელოდები ოდესმე შემოდგავ შენს ორ მარჯვენა თუ ერთი აქ მარჯვენა ხო რა დავეძებ ფეხს აბა შენიცი შენმა ქალობამ დილით მოაწყდებით ახლა დამაძინეთ და ქორწილი ვერ გვექნება არ ვიცი მე არ ვიხდი და დედა შენი არ ვიცი და გაუფრთხილდი ჩემშვილს თორე მარჯვენა ხელიც კარგი მაქვს მარცხენას და არ შეგრჩება გლანდები ეს ისე ხუმრობით მაგრამ ძალიან თუ გაიატკიცო სიყვარული დედა აბიდაშვილო რომ შეჭამ ხო ერთი თემში ორი თემში სამი თემში რა იყო დაბმული ყვარი ხარი აიღე დადე დაჭა დაიტოვე ამოიჩლიანე აჰა ალაგე მაგიდა თულიაშვილო აჰა ხალხო აჰა თუ უოდე ალაგე ხო მიხრიცე ბაზრაიშვილი ვერ გეკ აბა მე მაგალო გადუფხედე მაგარი არაყი ატრის დადნობა შულო სამი წლის ხარ ფიფიაც არის 27 წლის მაგრამ ყვალაგებდა ხალხო უი დედა მას აქ რა უნდა აჰა სად უნდა დაკიდო შულო არიცი უნდა დაკიდო გარდერობში ხო ერთი რომ მოკუდები ძალიან მაინტერესებს სახს თუ დაალაგებთ არი ხო ხვიჩა რა იყო რატო რეკავამდილა ხა არა ბალხს ძინავს რა ხდება ხვიჩა ცოლმა ხო არ გამოგაგდო შეუბედო იცოდი ახლა დაგიდა ხომ მოსული ხო რაო
რაო? რატო ბევრი ფული არ მოგაქვსო? შენ რა უთხარი მე? ხო თქვის სახელი და გამოვხდ. არ დაგიდახუბეთ კი აქ მოსული, არ დანებდე, უთხარი მე არსად არ წავალ. თუ კაია შეწადი უთხარ და საწავა თავისი სახლია, ხო არ შეწახვალ არც ის წავა. ხო ხვიჩა. თავხედი, აი ხო და მოკიდო ფეხებში ყელი და ატრიოპოლის ტილოსავით, მაგრამ რა სიზავ. ხო, რაო შენ მაიმან სიდედრმა? ბიჭო, ბანდარი კატა. სიდედრი, მალაპარაკე. მიეც ტელეფონი. გაჯობა ციცო გენაცვალე, ჩემო, რა ვიცი თბილისის კოლორიტო და რა ვიცი გულის ნაწილო და სულის ის არა აქვს, ფორი აქვს, როგორ ახარ ციცო? ხო, ციცო, რისთვის ავარ ახლა გულ გადაღონებულ გადათუთქული. აი ეს ხვეჩა გამოგიგდიათ სახლი. ისეთი დადის კაცი ახალ ჩუჩხე. რა მოხდა შეგიძლია მითხრა მოკლე შინაარსი მომიყვე? ხო. ახლა რა მაინტერესებს? დაუ. შენა ვიდეო თვალით რომ ჩემთან განახორციელე ზვანოკი? ხო მითხარი რომ გინდოდა შენი შვილისათვის ქმარი. იყო ასე თუ არ იყო? იყო. ხო. თუ იყო. გიშოვე ქმარი შვილისთვის? გიშოვე. ერთი კარგად დააცქერდი მაგას აქ ორი ფეხი. აქ კაცია, ხო? ვიერ კაცი რა გიდათ რა პრეტენზიები გაქვს? ფული მოზიდოსო, არ დალიოსო, არ მოწიოსო, ბოდიში ახლა ფიფქიად ვერ გადაიქცევა, ხო? არა ხარ მართალი ციცო, თვის წინაში არა ხარ მართალი და ჩემთან ხო ვაფშე არა ხარ, მაგრამ თვის წინაში მართალი არა ხარ. რა ქნას ვერ გავიგე. ახლა ციცო, ჩვენში დაჭის არ მინდა რა ეს საუბარი გავიდეს აქედან გესმის ყურებში, ხო? აჩართო იმაზე ლიცპიკერზე, ხო? ახლა შენი შვილი ყველა ვიცით რა იყო და ვინ იყო და საერთოდ რითის უთქავდა, ხო? ვიცი, არა არიცი როგორ იცი, ხო? შეკაიბამი დაშვილო, ჩაგაბარეთ, ბულკივით კაცი. არაფრის ის მაგას არ აქვს, დაცვიჯდება. რა გინდათ მე ჩემათი არ დადის ახლა დიდი ბოდიში. შენი უმაქნისი ის არა ქვია, შვილი, შვიჯერ გათხოვდა. შვიდი ქმარი ცემა, ვაფშე გახუჭა მაგის, თორე თავს მოიკლამდა. მერე არ ვიცი რა უქნა ამ ქმრეს მე ჩემამდე ადადი, ზოგი საგიჟეჩია, ზოგი ემიგრაციაშია და ზოგი ჯართა ჩავაბარეთ, ხო? ახლა რამდენი ქმარი გავურიგე გენაცვალე, ხო? ყველას არა ვიცი, მეხი დაჭა და ბოდიში ახლა. ერთი ხუჭას მოინელეთ რამენაირად. ბულკია, ციცო, ბულკი. ხო, არა ხარ რა მართალი. ფული ხვეთოს ბოდიში ახლა. ხوار დავეხმარო ლაფატკით. ხო? ახლა ციცო სწორათა გამიგე რა, ოჯახი არის ხრამი და არის თუ არ არის? არის. ხო, ამაკათან თქვი, არის თუ არ არის? არის. შეკაიბამი და შვილო ამას წინებზე 20 ლარი დვაცხოვრე ოჯახი. 20 ხო იცი რამდენია? 2-იანი და 0-იანი. ხო და აიღებს ეს ხუჭას დედას პენსიას და მოგაშავებთ ერთი 10 ლარი და არ უნდა გეყოთ თვითონ თქვენდა. ბოდიში ახლა. მოიკელით ისინი რა ქვია, კრემები და ნაირ-ნაირი პამადები. ხო? ციცო სწორად გამიგერა. მარტაცაც თუ გააგდებთ გარეთ, მე თქვენთვის კაცის პოვნილი არ აღარ. შეკაიბამი და შვილო, თბილისის კაცები მაგისი ქმრები იყვნენ და უკანი შეკაიბამი და შვილო თავმოყარებაც ხო არის სადღაც. ხო, გახედავ, ორი ფეხი აქვს, კაცი მიდის, მოდის, ბუნჩულობს რაღაცას აკეთებს, რაკეთებს ახლა. ხვიჩა რა ბოლო ახლა, უკაცრავად. ხო? ვერ გამიგებთ თქვენ ბუდი აფიფიქიას ვერ მოგიყვედით აღარ სწორათა გამიგეთ რა კაცების რეიტინგს ვერ დავაგდებდი. ხო არა ხარ მართალი. ხო მოგიდეთ რა ხელი ხვიჩას და რაღაც მამაც სურათ შეეგებეთ ოჯახი შექმნათ რა იყო რა წარაბარაბინეკათ. კაი მალაპარაკე იგისა. ხვიჩა შიო ყველაფერი მოგვარებულე დაწიგ და იზი.
ვერავის შეგეხება თუ შეგეხება დამაჟვანოკე რა გაჭინებს ბიჭო